გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ტვინის გასაღების 42 ეპიზოდით. მე საბა ჯანაშია ვარ, ამ გადაცემის წამყვანი და წარმოგიდგენ თორნიკე ბაღათურიას. გამარჯობა საბა, გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. მოგესალმებით თორნიკე. დაუბრუნდეთ ჩემ მსმენელს და მაყურებელს ჩვენი 42 ეპიზოდით. კი. ბევრი რაღაცები დაგროვდა. გასართობებიც არის ცოტა და მივყვეთ ნელ-ნელა აბა ჩვენ ახალ ამბებს. საინტერესო პროცესები მიდის. ჩვენთან ახალ სიახლეები უკვე დაინაი დებატებზე. დებატები დაინერგა უკვე ჩვენთან ტელესივრცეში ძალიან კაი არის, მისასალმებელი არის, მაგრამ უბრალოდ ეს ოპოზიცია ისეთი უსუსური არის და ისეთი ბანძები არის, ან რომ აი მეტი რომ არ შეიძლება. ამათან აი ყველაზე თავისუფლად ხარ, აი. არა და ეხლა უნდა გამოიჩინო თავი და ეხლა უნდა თქვას, ანუ იდეა ამის რა დებატის ხო ეგ არის რა, რომ სივრცე საერთოდ გამქრალი იყო ამდენი ხანი სატელევიზიო სივრცე, ომში ყველანაირი სივრციდან არავინ არავის ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა, მიდიოდა მარტო აქ ამ არხზე ისინი, იმ არხზე ესენი. ანუ რეალობის გარჩევა, ანუ არ არსებული იყო, იმიტომ რომ ორი ადამიანი ერთად არ ჯდება და არ ლაპარაკობ. შემოვიდა, ეხლა ეს შემოვიდა იმდენად აქტუალური გახდა, რომ ყველა არხზე თითქმის უყურებთ, რომ არის ეს, მაგრამ აი რაღაცა რომ უყურებ და ვაკვირდები, ჯერთი კითხვა მაქვს ისეთი, რომ სხვა პოლიტიკოსები არ ვიღაცები პროტესტს უცხადებენ ამ ყველაფერს? დებატებს? კი, რაღაცა ნაწილი კი, აი სალომე ზურაბიშვილი მაგალითად. ხო, სალომე ზურაბიშვილი არ მოვიდა. აი ეს აქტიური პოლიტიკოსები ვინმე. აი ეგეთები, აი ცოტა რომ ფსიქიკა რომ შეხებილი აქვს. ეგ რას ნიშნავს? აი იცი როგორ არის ვიღაცები რომ მიდიან მაგათი წრიდან იმათაც აბულინგებენ, რომ აი შენი როგორ. ხო და ეგ რას ნიშნავს? მე თუ ვარ მართალი და უნდა ხალხის თანდასწრებით, ხალხის წინ უნდა გავაკეთო ის რომ შენ აზრს უნდა მოერიოს ჩემი აზრი არგუმენტირებულად დაგიმტკიცო აგიხსნა რომ ესე მე რეალურად არ მოვდივარ და არ ვიყენებ ამ ჩემს შანსს რომ დავამტკიცო ჩემი სიმართლე? ანუ ხო, მაგრამ ესენი რა არის, ესენი ნიშნავს ავტომატურად ლეგიტიმაციას ხელისუფლებისა და ამიტომ ესენი ხო არ აღიარებენ ამ ხელისუფლებას, ამიტომ მაგათთან ჩვენ არანაირი ლაპარაკი არ უნდა გვიწევდეს. ცუდად არის. აი ჯერი ეხა ეს ციას მახსენებს, იცი რა დრო გაიხსენე შენ? ეს რო იყო რა ქვია აქციები ზოსო პოლიტიკოსებმა ეგრევე წერა დაიწყეს კედლებზე და რაღაცები სულ დაეჭირათ გახსოვს რომ იქიდან მარტივი ყოფილიყო რა ეხა ამაზე მარტივია რომ აი რა მე თქვენთან ლაპარაკს არ ვაპირებთ და მოდი რა თუ ჩემი ძმა ხარ თან ბანძები ბიჭო არასწორები არიან თვითონ იციან თან აპრავებენ აი მაგ რაღაცა სისულელებით რომ არა ეხლა ჩვენ მანდ არ უნდა შეჭმი ხომ რა ჩვენც ეგ არ გვინდა დავუშვ ქვეყანისთვის კარგი ყველასთვის კარგი იქნება ისე რომ შენ თუ უფრო მეტი გესმის ძმა ვინც გინდა იყავი მოდი რა დაამტკიცე კამაჩი იბადება ჭეშმარიტება ხო ეს ძალიან მარტივია და ამათ უბრალოდ ეხა თუ ხარ დაკვირვებ რომ უყურე ხა ყველა დებატებს პრემიერიც რო იყო და საგნობრივი დებატებში ვერ უკაჩავენ ის რაღაცა შოუებს გამენ და სურათებს ამოიღებენ და ეს პრემიერით აღარ გაუმეორა რაღაც არგუმენტი თქვითო ეს არგუმენტი მე დავეთახმები არ დავეთახმები მაგას არ აქვს მნიშვნელობაო შეიძლება დავეთახმე უბრალოდ არგუმენტი თქვით აი მე ხო ვიძახია რომ მაგალითად ესე რა ქვია ერთი ქალაქი ერთი უნივერსიტეტის სისტემა კაი იქნება აი თქვენ მითხარი აი მე ხო გეუბნებით რატო იქნება კაი აი შენ მითხარი თუ არ მოგწონს რატო არ მოგწონს არგუმენტი რატო არ მოგწონს ხო ვერიზახსნე უბრალოდ ვერიზახსნე თან ოღონდ როგორ ის კი არ გან რექტორები და პროფესორები და ეგეთი ხალხი იჯდა იქით მხარეს აქ იჯდა განათლების მინისტრი და პრემიერი და ეუბნებოდნენ უბრალოდ თქვიო რა რაღაც არგუმენტი რამე გაგოგებინოთ ვერ აგებინებდნენ ვერ ეუბნებოდნენ და რაღაცა შოუებს გამდენ აი ეგ ესნა უფრო ფულსტრაცია და უფრო ნათელი უფრო ნათლად ჩანს მიხდი ვინ არის ხო მაგრამ ვიღაცებს დააკვირდნენ ნახე ვიღაცები იღებენ მონაწილეობასა და ანუ ცდილობენ რომ თავები წამოწევენ ხა მაგალითად მე რასაც დავაკვირდე გირჩებს რა აი იმ გირზე არ ვიძახი აი იაგოს და მაგ ხას ანუ რაღაც პუნქტში სალაპარაკოთ ისინი იყენებენ ახლა მაგალითად ხო ოპოზიცია არის ეგეს მაგრამ ეგ ანუ აი მაგიმას არ შევა რა შემოდის ლაპარაკში და მზად არის ის რომ თავი შეცდომა დაუშვათ რომ შეცდომა აღიაროს და თუ შენ სწორად არგუმენტირებულად რაღაცა უხსნი ან ჯიუტია და გეჯიკავება რომ აი ესე და სადღაც შედეგი რომ დადგება მე იმას მაინც იტყვის რომ ბაზარი არა მართალი ხა იმაზე ვეღარაფერს ვეღარ გეტყვის ხრი მაგრამ არ არის რა ანუ ქვეყანა თუ წინ უნდა წავიდეს უნდა ვილაპარაკოთ რომ რაღაცა საღაზოზე ჩამოყალიბდეს და ესე ვიმოქმედო კლასი იმდენად სხვაობა არის აი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ოპოზიციის შორის აი როგორ მომიტეს აი რეალ მადრიდი რომ რაღაცა ლოკომოტივს რო შეხვდეს მოსკოვის აი რაღაც
ეს ხვაობა ჩანს, მეხუთი აი ძალიან ისინი ძალიან არაპროფესიონალები არის. ესენი მაგრად ჭრდილავენ, აი არ ჭირდებათ ხმას რო არ მოიყო უკვე დებატები მოგებული აქვს. და ეხა აი გუშინ იყო საინტერესო დებატები აი ევროკავშირი და ნატოს გავწერიანებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი გირჩელი გამოხდა ყოფილი გირჩელი ეხა მეგონი გვარამიასთან არის თავიდან რომ უსმენ აი გეგონება როგორი პატრიოტიტი ვილაპარაკობს იცი აი დაგბუზგლო შეიძლება რომ არ იცოდე ვინ არის და უბრალოდ მოусმინე და მე მაგას მაგის პრეისტორია კიდე ძველად რას იძახდა რა ევროპა არის ქრისტიანული კულტურის მქონე პოლიტიკური დიდი მრავალფეროვანი გაერთიანება ევროკავშირი აქ ფონდები რომელიც აფინანსებს მათ შორის მართლმადიდებლური ძეგლების აღდგენას, მათ შორის ათონის მთაზე აღადგინეს და 10 მილიონი დახარჯეს. ევროკავშირი აფინანსებდა საქართველოში მართლმადიდებლური ძეგლების აღდგენას. როდესაც ვეცებდით გამოსავალს, ნახეთ ეს, რომ შეგვეძინა ეგრეთ წოდებული გასაბერი ეკლესია და ვეცდებით რომ შევიძინოთ. რა გასაბერი ეკლესია? ჩვენ დათვლებით დაახლოებით $3000-მდე დაჯდება თლიანად მისი შეძენა, ტრანსპორტირება, გამბაჟება, ჩამოტანა და აი ეს ტიპი არის, ეს იგივე ერთი და იგივე პერსონაჟი 10 წლის წინ დაახლოებით ამას იძახდა და დღეს აგერ მართლმადიდებლობაზე გველაპარაკება თითქოს ეს სიტყვები არ უთქვამს არადეს. ამას რა უნდა უქნა, იცი, აი გასაბერი ევროკავშირი უნდა აჩქო და ძალიან დაწყარდა, აი დამშვიდდება. ალბათ ეგ იქნება ამის გამოსავალი, რომ გასაბერი ევროკავშირი გადავწეთ და კარგად იგრძნობს თავს და რა არის კიდე იცი, აი ერთნაირები არიან, ეხა ჩაგირთა ვაგერ ვიღაცა ტრანსი გამოდის რაღაც ამერიკაში რაღაც სასამართლო რაღაც კანონთან დაკავშირებით რაღაც განხილვა არის და აი ნასიძახის ნახე. და რა ვიზუალის არის უბრალოდ ნუ მაგის მაყურებელი ნახავს. არსებობს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ ბავშვები დრაგ-შოუებში სიარულით სერიოზულად ზიანდებიან. როგორც მოწმუნე ქალი და ადამიანი, რომელსაც ესმის, თუ როგორ ავრცელებენ ტრანსების სიყვარულსა და სიხარულს, შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვები ჩვენს შოუებს ყოველთვის ღიმილიანი სახით ტოვებენ. როგორც მოწმუნე ქალიო იძახის კაცი. ისეთ ვიზუალში. და ღიმილიანი სახით ტოვებენ, რატო ტოვებენ ღიმილიანი სახით? ხო და მაგას აი ესე ნიმეზე სოფისტები არიან, ეს ნაგლები თავისი რაღაცა შეხედულებების გაправების ყველაფერს პასუხობნები არიან. ისიც იგივე ერთი იდეოლოგიის ხალხი არის, ის გამოდის და ტიპი 10 წლის წინ იძახდა, რომ გასაბერი ეკლესიები უნდა ჩამოვიტანოთ და არა ეს ხა ძალიან ავადმყოფია, აი ეს ხა ვინც ვიზანე. ხო, არა, ამას ალბათ ეგენიც არ ცნობენ. ხო მე რას გეუბნები? კი, არ ვიცი, მაგ ეგ არ ვიცი, შეიძლება ცოტა შემა სხვა რაღაც ვიძახი. იდეოლოგია, ანუ როგორ აი სუბლიზაკ როგორ გაწყვეტილეთ ლიჟბი თავისი რომ გაიправონ ყველაფერი მოსულა. აგერ კაცი იძახის მე ვარო, ქალიო მორწმუნეო. და ის მართლმადიდებლობაზე ლაპარაკობს, რომელიც 5 წლის წინ თუ 10 წლის წინ გასაბერი ეკლესიები ჩამოქონდა და სექტებს ქმნიდა ტიპი. აი ანუ ესეთი აი ეს პარადოქსია. ამაზე ხა ეს დებატებს რო გიზრდა. შენ მაგ დებატებში მოусმინე ზუსტად ის თემა რო იყო, რომ ანუ ჩვენო ნეიტრალიტეტიო და მაშინ უნდა ყავდეს რომ თავდაცვა უნდა ყავდეს ანუ ის ჰერმან ჰესე თუ რა ქვია ჰერმან საბო ჰერმან ჰესე წერილი არის ჰერმან საბო თუ რაღაც აი მაგ სახელზე მეტი არავინ არ გამახსენდა საბო არ გამახსენდა უნგრელი ეს წარმოშობა ჰერმან საბო რო ამბობს რომ ესეო და ანუ უცებ რომ მიუტრიალდა და შენო როგორ ლაპარაკობ რომ თავდაცვის გაძლიერებაზე როცა სექტა შექმენი და ტიპებსო 10000 კაც არიდეო ჯარი თუ რაღაცა და გასაბერი ეკლესია მანდაც ახსენა მაგას ხოდაში ანუ კი ხო ის აი ქართული ოცნების ფრაქციის საპრეზიდენტო ფრაქციის თავმჯდომარე როა ირაკლი კირცხალია მაგ კითხვა დაუსვა ამათ რომ აი ჩვენ მაგალითო რო გაგვეგზავნაო მოხალისეებიო და სანქციები რო დაგვეწესებინა რა მდგომარეობაში ჩავარდებოდით და ხო გასადერ რა ხდებოდა მაგალითად კიდე ვაფშე რა პასუხები შვიდობა ჩვენ და რუსეთთან დიალოგი ანუ თორმეტ კიდე უტიფრად თითქოს სახეები ხო ჩვენ ანუ ღიმილის მომგვრელის კი არისო იმდენად რომ სხვა რაღაცას ეკითხებოდა სხვა რაღაცებს პასუხობდნენ ანუ ეხლა წარმო უტიფრად აი მაგაზე ესეთი უტიფრები არიან თითქოს აქამდე ეს არ მომხდარა და არ გახსოვს სანქციები როგორ არ გაუშვით მოხალისეებიო ერთი ამბავი რო იყო და სანქციები როგორ არ დაუწესეთო და ეხლა გამოდის და მშვიდობა და რუსეთთან უგუნა დავამყაროთ ურთიერთობებით აი ესეთი ნაგლები არის აი მაგ ზუსტად ეგეთივე ვიდეო რა მომიასი სააკაშვილის ვიდეოა რაც როგორი ხსნის ამ ამბავს ანუ აი ჩვენი პასუხი რა თვალდეობას რომ ახლა როგორი იხსნება ზოგადად ის რა ond მაშინ ყველასთვის გასაგები იყო რა ყველაფერი რუსეთთან ამდენს ვცდილობ რომ ავაწყურთი და იმიტომ კი არა რომ ბიძაშვილი ვარ არ მამიდაშვილი მათ იმიტომ რომ ჩვენი ხურძენი ხონდა გავყიდოთ
ჩვენი ღვინო ხომ უნდა გავყიდოთ. ჩვენი პროდუქცია ხომ უნდა გავიტანოთ. ეს არის თავარი. აი ეს არის მთავარი, იგი ანუ ტაშია მადნის. ხო და ანუ ჩვენ ყურძენი ეხა აღარ გვაქვს თუ ვერ ვყიდით თუ არა აგასაყიდით თუ როგორ არის. აი ეგეთი. ო, იმიტომ რომ ეხა არ არიან ხელისუფლებაში ესენი. არა ეს ვინა? და ყველანაირ მიზეზით ყველაფერი, აი ამ კაცს ყველაფერზე, აი ხა დღეს ვკითხები, რომ ყველაფერზე ნაპასუხები აქვს ეს ვიდეოები, ყველაფერზე პასუხობ. ამ კაცს კი არა, ეხა ესენი მანამდე ვინც გაუშვით, მაგას გეუნები ერთნი არიან, ბიჭო. ერთი როჟები არიან, ვაფშე არაფერის არ ცხენიათ. გუშინ რა აქვს ნათქვამი ვაფშე არ ცხენიათ ის. აი არანაირი სირცხნის გზნობა არ გააჩინა, რომ გუშინ რა აქვს და დღეს რას იძახის. ეს აი მიშოთ ეგ ერთი როჟები აი ფსიქიკა ერთნაირია. აი აქაც მივაყოლოთ საპოსტ ერთ მეორეს მივაყოლებს. ჩვენ რო წინა გადაცემაში გორდონი ყავდა რომ ვაიმე და საწყავთ შეღე გორდონთან აქ ინტერვიუ ამას ესე მეგონი შეყვარებული лаверებია. კი რაღაცა არის. Грузин, у нас Грузия очень разная страна, и моя фамилия южно-осетинская. И что произошло, когда россияне готовились 3 года к этой войне, кстати, об этом Путин меня предупреждал, что мы будем с вами воевать, он говорит, что мы вам устроим кипрский сценарий, тогда еще Он вам говорил? Там, и мне, и генсеку НАТО он это говорил, это был, говорит, в 2005, 2006, 2007. აი ეს ნაკლი არის. ეს წარმოიდგინე სამეგრელოს რო ჩადიოდა მეგრელი. ხალხო, ეს ამ ვიდეოს კარგად დააკვირდით, რას ლაპარაკობს, რომ წარმოიდგინე. ანუ გაფრთხილებულის და ინფორმირებულის ვიყავიო, რომ მიოდა დაგარტყავს და დაგიწყებს და ამას გაკრეჭილი ყვება რომ არა მაგარია. აი ამ დროს რა უვერენათზის ხვდები რომ აი და მე ოსი ვარ თავიდან ხო მაგას იზარ. უკრაინელიც ხო ეს მაგაზია არის. მე სამეგრელოს ჩადიოდა ეს არის რა. სამეგრელოს ჩადიოდა მეგრელი იყო, კახეთში ჩადიოდა კახელი იყო, სვანეთში ჩადიოდა სვანი იყო, იმერეთში ჩადიოდა იმერ მართ, ანუ სადაც ჩადიოდა მე ვაკაური ვარ ლაპარაკობ. კიდე უკრაინე მე ვაფშე უკრაინელი ვარ. თუ რაღაც შენ რომ მქონდა ადრე ვიდეო არ უკრაინელი აღმოს. კი რა არა უკრაინელი ხო და როდაცინის ქართველებს და რაღაც ულვაშებიო და რაღაც კი უკრაინელი ვარ მე იმინებულითო ესე კი დედამისის ხო ამბობს უკრაინელია ჩემი დედა რაღაცა ხო იხუმრა დედა ჩემს სად რამე ხო არ მიქარა კი გეუნები მე უკრაინელი ვარ რომ უეჭი დედაზე ხადავს მაგას ბიჭო ეს წარმოიდგინე უი აი დედაზე ხუმრობს რამე ხო არ მიქარა სადმეო და ის ხო არ ვარ მეო ხო წარმოიდგინე აი მამაზე ტეხავს მაგას რო იხუმრებს დედაზე ხუმრობს და ეს კიდე იქიდან რომ რაღაცა იმედი რო ამომიშვით მე ხო აქ ეგრე არა მე როდის მინდა რომ მალე რა დამთავრდეს ეს რაღაცნაირი ეს ევროპაში ლიდერები აი იმაზე ხა ამაზე რუსეთზე ხო ლაპარაკობს რომ მე ყურდინ ხო უნდა გავყიდო და ეხა გამოდის და ეგერ ჩვენ ისტორიული შედეგი დავდე და ამ ფიგურულ სრიალში ვერცხლის медаლი ავიღეთ არასდროს არ აგვიღია ვერცხლის медаლი ანუ медаლი არ გვაქვს ზამთრის ოლიმპიადაზე არა ხო ისტორიული медаლი პირველად ავიღეთ медаლი სანამ ეს გამოხდა ეს და ანუ შეურაცხყოფი ვიაყენა ამ გუნდს ჩვენ ნაკრებს იმიტომ რომ იქ რუსებიც არიან ეთნიკურად რუსები არიან ჩვენ გუნდში ერთად ოქცი რა ქართველი და რუსი გამოდის ფიგურულ სრიალში ხარ რომ მოიგეთ ვერცხლი რომ გავიდეთ ჩვენ სახელით არის ხო ქართველი ეთნიკურად რუსია და აი მაგიტომ ისე მოიხსენია აი და ეხა მე ყვირუძენი არ უნდა გავყიდოთ აი ესეთი უნდამოსოები არიან ამათ ვაშე სახე ანუ ამათ სახე კი არა და აი იდეოლოგია აი როგორები არიან დიდი უმრავლესობა აგერ აი ვიღაცა ტიპი და ვიზუალური მხარისთან რო შეხედავ აი მიხვდები რა მდგომარეობაში არის ამათი აი სტიკი რაც მინდა ვთქვა ის არის რომ მე პირადად ვერავინ ვერ დამაბრალებს პატრიოტიზმს საერთოდ ნოლზე მაქვს პატრიოტიზმი აბსოლუტურად არ მიყვარს საქართველოს შემიძლია თქვა გულზე ხელი დავიდო და თქვა იმიტომ რომ მე შემიძლია მიყვარდეს ის რაც საყვარელია და თქვა რომ ვიხედები ირგვლივ ვერაფერს საყვარელს ვერ ხედავ ამიტომ არანაირად არ მიდგეს გული საქართველოსზე და ამიტომ რასაც ვიტყვი ეს პატრიოტიზმით არ იქნება გამოწვეული შემიძლია ნამდვილად ამაში დაგარწმუნოთ აი წარმოიდგინე ბოლოს რასაც იძახის რა რაღაცა კაის თქმას აპირებს საქართველოსზე და იპრავებს იმას აი იტყვის უეჭველი რაღაცა იმიტომ ისე შესავალი ქონდა მაგას გეონე ანუ რაღაცა ესე იგი კარგი უნდა თქვა საქართველოსზე და წინასწარ იმართლებს თავს რომ არ გეგონოთო თქვენ ამას პატრიოტიზმით ვაკეთებო აი როგორ უნდა რატო ვინ იღებს ესეთ ვიდეოს ვინ იღებს კი არა ეს როგორ უნდა ილაპარაკი ცარუკიანი რო ლაპარაკობდა იქ მეო ძმაო დამაძალესო სომხეთის სახელით თორემ რუსეთის სახელით მინოდა გამოსვა ეგ კატეგორიაა რა ეგ
შევა უარესიც არის ეს ტიპი იზაკ ქართველიო მეობა ვარ რომ არ მიყვარს ჩემს ანუ ეგ და რამე არის ფიქრობთ რომ კარგს ვიტყვი საქართველოსეო და ეხლა რა რამე არის ფიქრობს ვინმე რომელიმე გადაცემაში ამ ქალს თავი არ იქნება წარმოდგენილი თავისი ვიდეოთი ჩემ ლეპტოპში მე მინდა ჩვენი მარგალიტი ქალი განახო კიდე ერთი ფეილით ვიკაბუკია არა სხვა მარგალიტი ვინცაც არ გამოდის რო არ გამოდის ეს რომ მოყავს და სხვა რაღაცა ხდება ეგ მაგაში არის კიდე მაგაში არის არ ვიცი ეგ იგივე სცენარია აი ეს ზიან წარმოიდგინე და სტუდიაში ეს ზიან და მობძანდითო ის ჩვენ სტუმარი რაღაცა გამოაცხადეს და მობძანდით და არ მოდი ანუ იმას არ ამბობენ ამასაც ეთერშიც არ მივიდნენ ხო გთხოვ მან დუხმოთ უყურე და ჩავრთე მე ეს ვიდეო შემოგვიერთდება ასევე ბატონი ელგუჯა ქავთარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ბელა წიფურია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჩვენ ერთად ვისაუბრებთ იმ საკითხებზე რომელიც დღეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ცოტა ხნის წინ დასრულდა საპროტესტო აქცია დედაენის ბაღში და ქალბატონ ბელა გთხოვთ მოგძანდით თუ შეიძლება სტუდიაში ბატონ ელგუჯა ხო ოკეი უხერხო მდგომარეობაში აღარ იჩისება იმდენ ჯერ გაიჩნდა რომ აღარ უწდება არც აშ უხერხოლოდ მე ამ ყველაფერს მე ვიძახიო რომ არასდროს თქვა არასდროსო თურმე ესე ამბობს რა ანუ ყველაფერი შესაძლებელია რომ მოხდესო და ანუ მართლა გადაცემაშიც კი უკვე ის კი არა რა სიტყვიან და რა წინასწარ მზათი იყო და მოლოდინები შეიქმნა კი არა ანუ მობძანდით დავძანდით რომ წარადგენს დაჟე დარწმუნებული არ არის რომ ის ხო წინასწარ უკვე მაგის პრობლემა დადგა რა და ნელა ალბათ თვითონაც აღარ მივა გადაცემაში და ბოლოს გადაცემაც აღარ იქნება და სახელიც და დამთავრებული არის რა ეს რა აი მაგრამ ბჟუტავს 2026 წლის შენი გადაცემა აი მაქსიმალგის მერე დაიხია იქ უკან ბჟუტავს და რაღაცები დაიწყო ხო ბჟუტავს და რაღაცები დაიწყო ის რო შეადარა ახლა აიას რო აი მაგის მერე წავიდა უკან მე მგონი ბჟუტავს რო ახსენა მაგის მერე დაიწყო ბჟუტო მან წავიდა რეგრესისკენ სერიოზული რეგრესისკენ ჩერეს კიდე გამოვაგდებს რაღაცეებს გაიჭალიჩეს ეს მეჩქარა დაიწყებს რაღაცების გამო გადმოყეს და საბოლოოდ მე ჟურნალისტობას დაანებებს თავს რაღაცა ეგეთი დასასრული ექნება. გახსოვს ნოემბერში ერმაკის ნაბურო შევარდა რა ანტიკორუფციული ბიურო ნაბურო ოფისში. და შემილახეთ ღირსებაო ზუსტად აი სიტყვით რომ გამოდიოდა რომ აი ჩემი ღირსება შებრალეს და არ დაიცვეს. მე პატიოსენე წესერი ადამიანი ვარ. ფრონტის ხაზზე მივდივარ და ნებისმიერი სადამშრალო ზომბებიც ვზად ვარო. ამას ხო ნოემბერში ლაპარაკობდა. ეხლა ყველას ეგონა რა თქმა უნდა მე არაფერი არ მეგონა რომ ეს წასული წავიდო და მაშინაც მაგას ლაპარაკობდით მაგრამ ყველას ხო ეგონა და ეხლა უკრაინსკა პრავდა ესეთი ონლაინ მედია სხვათა შორის 2000 წელს შექმნა გიორგი ღონღაძის მიერ გიორგი აპრილში შექმნა კაცმა მე სექტემბერში ეს კაცი მოკლეს ჟურნალისტი ცნობილი ამბავი იყო რა მაშინ ну ეს ქართველი შექმნილი მოკლეს ეს კიდე სხვა თემაა და ეხლა ეს უკრაინის პრავდა დღემდე არსებობს და მათმა ესეთი რაღაცა სიუჟეტი მიუძღვის ერმაკს, რომელიც გადაადგილდება თურმე კიევში, ძალიან წყნარად მოძრაობს, ეს კლასი თავის ორი შკოდა დაყვება ესკორტით. სახთან რომ მიდის, როგორ აიცი, მანქანას სხვა აჩერებს ესკორტის, მანქანა მე რა თავის მანქანები დაცვები გადმოდიან ასე და მანქანაში ზის დიდი ხანი რა გამლებმა არ დაინახონ მერიქიდან ნიშანს აძლევენ და შევახა დიდი ხანი მოუწვის მანქანაში და მუსე გამოდის და შედის მე ესე ეგრე გამოდის და თან შეხვედრები აქვს ის კი არ არის სადღაც თავისით არის რა შეხვედრები უკრაინის ელჩი ისრაელში რო არის მაგალითად ის ადამიანი მიდის შეხვედრას და მაგრამ ბევრი მაღალჩინოსანი მიდის რა შეხვედრაზე ამასთან და იდეაში წინახაზე ფრონტზე უნდა იყოს და ღირსება შელახული დაჩაგრული გმირი უკრაინელი და კაი რა თორე მაგათი აი ეგ რა გასაკვირია ისეთი გასაკვირი ჩვენთვის მე და შენთვის არ არის გასაკვირი და ეს გასაგებად ჩვენ მაშინაც მაგას ვსაუბრობდით უგახსოვს რომ ამის რავი რა ის ფრონტზე წასვლა და რაღაცა და აქ არის რა ის მნიშვნელოვანი აი ხალხს აი როგორ ატყუებენ აი ეს როგორც უკრაინა იგებს დღემდეც ხო არის ეს პროპაგანდა რომ უკრაინა იგებს
აი ამაში არიან აგერ აი ნაცავს აყრიან თვალებში პირდაპირ აგერ ხალხს შეურაცხყოფას აკენებ ტიპი გმირი ვარ რომ მე ჩემო ღირსება შევახესო და ნოემბერში იყო ეს ლაპარაკი და ეხლა აგერ უკრაინაში ჩუმად ვირთხასავით გადაადგილდება ჩუმჩუმად რომ ხალხმა არ დაინახოს და უნდა გამოფხიზდეს ეს ხალხი საბოლოო და მიხვდნენ რა ამ ყველაფერს რომ რაღაცა ძალიან დიდ ყულში ხო რაც თავარი აი ყველაზე დიდი თავარი არის ეხლა ეგ რომ მაგათი ეგ ომი დასრულდეს და ხალხს აღარ ქონდეს იმის განსა რომ ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდეს და რაღაცა მოუვიდეს რა ეგ არის ყველაზე დიდი და შეიძლება უყურე ვიდეოები რო იყო ადრე რო იპარავდნენ ქუჩებიდან ხალხს და ხო ეხა არის ანუ სხვა ეტაპზეა ეგ გადასულია როგორც ხალხი აყრის ეგ იქიცემენ ხო მანქანებს ჩასმული ტიპები გადმოყავთ და მთელი ქალაქი ურტყავს ამათ და ისინი რომ მიდიან მე აღარ აღარაგდელები ხო რომ მე ხვდებიან რომ ვერ ხშებიან ჯდებიან და მიდიან ხო წარმოიდგინე გიპოვით ყველგან და დაძდევენ მაგათ მაგ დაჯგუფებებს და სახეებზე გცნობ და გიპოვით ყველგან და მორჩება ომიდან ეგ არის დასაწყისი ეგ ნახე აბა რა ძალით ათრეული მაგას ვიტყვი მე ადრეს რო ლაპარაკობდი ზელენსკიზე რო გვაქვს ხო გახსოვს მეთქი მაგას გამოწერილი აქვს სიკვდილი მაგას აი ნებისმიერ დედამიწის წერტილს სადაც არ უნდა გაიქცეს უეჭველი დაბრიდავენ და აქაც უკრაინაში ხა წარმოიდგინე რა პროცესები მიდის ეს არის საწყის ჯერ იქ ძალიან შიშია ხალხს ხმბოლომდე ვერ ლაპარაკობენ თა ძალიან მაგრამ ეს გროვდება ეს ომი რო დამთავრდება იქიდან წაგებული ჯარისკაცები და 1.5 მილიონი ადამიანი უკან დაბრუნდება და ზელენსკის იქ და ამ ერმაკს და ამათ რო გაიმას ფეიქ ბრონიჟილეტებს რო ყიდდნენ და მაგაზე ფულებს აკეთებდნენ ჯარისკაცი აი მაგას ბიჭო ინაპატიებს მაგას აი კადაფს რომ მოიქცენ უარესად მოიქცენ თუ უკრაინაში დარჩა რა თქმა უნდა ნუ მაგიტო არის ზელენსკის ყველანაირი სიტუაცია რომ გაიწევს ანუ თავის გადარჩენას ცდილობს უკრაინელი ხალხის ხარჯზე ანუ თვითონ აი ქვეცნობიერში მაგ მდგომარეობ ეხა ის ჩვენ ვიცი მაგის ტვინში ეხა წარმოიდგინე რა კატასტროფა ხდება აი სრული ქაოსი არის ეხა წარმოიდგინე აი მტერს არ უსულებ მაგის ტვინში რაც ხდება წარმოიდგინე რა პრობლემაშია ტიპი და ეხა მაქსიმ უკრაინელი ადამიანების სიცოცხლის ხარჯით ცდილობს თავის სიცოცხლე გადაიჩინოს მაქსიმალურად რომ გაწეულოს რა თორე მაგრამ ზუსტად იცის რომ ეგ დასასრული აქვს ყველა პონჩი და ეხა შენ რას გვექ სწორი ეხა თავიდან ხო არ იყო ეხა დაიწყეს ცემა ხო ტიპების და უფრო უარესი მოხდება აგერ ნახავ საშინელი არ მე ვიმედოვნებ რომ დამთავრდება მალევე ეგომიდან აი ეგეთ ზომებამდე უკვე რომ კიდე რაღაცაში გადაიზევოს ვეღარ მიაღწევს მაგრამ ნუ გამწარებული ხალხი რა თქმა უნდა დარჩება და აუცილებლად მიაღწევს ჩვენთან გაიხსენე 90-იანი წლები წაგებული ომიდან დაბრუნებული და ხდებოდა ჩვენთან სასაკლაო ხო და ქვეყანა უბნებით იმართებოდა და რა ხდებოდა ხო ანუ ეს ბიჭო ომის ეს დეპრესია ჩვენთვის ასახმელა ძალიან რთულია იქ რო არის ტიპი ომში და ტიპებს რო კლავს და გვერდზე ტიპი რო უკტებას მაკაცი რო უკტება ვიღაცას ნაცლავი რო აი მაგაში რო ხარ ბომბების ცვენაში და უცებ რო ჩამოდი ფსიქიკა და ის მიხდი როგორ და წაგებული ომიდან რო ჩამოდი ხარ და რვა ცნობიერებ რა ხდებოდა და რისთვის ომი და იქ რო გაიგებ აგერ კიდე რაც გავიმეორე ხა და ვინაპატიებს ბიჭო მაგას ხო ხარ და ძალიან და რა უქნა პროსტა უკრაინელ ხალხს რა დღეში ჩააგდო მონამოს მაგრამ კაია ჩვენთანაც აგერ ხო აღარ ზენეთკი ხო გმირი იყო მოგახსოვს ეხა უკვე არავინ აღარც ლაპარაკობს მაგის გმირობაზე ერთ რამოდენიმე თუ გამოხდება ისე დაპროგრამებულები რო არის ეხა ახალი გმირი გახდება ვინმე და იქნება შახი ხო ყავთ კაცო ახალი ბიჭო გადაობა არ არის თან მართლა შახი ხო ყავთ და უმღერიან იმ დღეს მაშინ ვიდეო რო შევდე კიდე სხვა ვიდეოებიც არის იმენა გალობენ ერთად ამათთან ერთად სერიოზულად და ეხა გუშინ წინ იყო კიდე აქცია ამ ირანელ მიგრანტებთან ერთად სერიოზულად ბოკერიაც იყო წინა პლანზე გამოდიოდა და ბიჭო აი ძალებელია აი პროსტა ისად არის სამართალი სად არის კაროჩე მალე ვისურვებდი მალე ჭამოს სამართალმა პური და დავიხალე რა ხო ნენა დასასრულისკენ წავიდეთ ხო კი მოკლედ ჩემი აზრით გჭირდება ცოტა გაზლიერება გჭირდება YouTube-ის მხრივ გამომწერებში რა რომ მინდა რომ მალე ავიდეთ 10000 გამომწერზე და ცოტა ხო და სხვანაირად გავიშალოთ რა და ძალიან დიდი თხოვნით მინდა რომ მოუწოდოთ ჩვენ მაყურებელს რომ არ დაგეზაროთ რა ბევრი ადამიანია ვისაც უბრალოდ უყურებს და არ ახსოვს რომ გამოწერილი არც აქ რა ბევრი არის ეგეთი სანა და კი ხო იქნებ დაგვეხმაროთ მეგობრებო და 70% გამოწერილი არა აქ ეგრეა არა ხო რა სტატისტიკებში სულ ეგრე არის და ძალიან გთხოვთ რა არ დაგეზაროთ გამოწერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ხო კი რა და ძალიან გთხოვთ რომ გამოწერილი სტიმულია უდიდესი
კი და გამოგვიწეროთ, მოგვისმინოთ, გვიყუროთ და ჩვენ გვპირდებით რომ საუკეთესო და საინტერესო გადაცემებს წარმოგიდგენთ მე და თორნიკე რა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩვენ გვერდში დგომისთვის და მომავალ შეხვედრას. კარგად ბრძანდებოდით, მადლობა რომ გვიყურებდით.